გონიათ შალავატივითა და ნადეჟდათი ამოიწურება ქართული მედიის პრობლემები. სამწუხაროდ არა. ეგენ იმიტომაც არიან შალავატივი და ნადეჟდა, რომ სხვა გასაჭირი უამრავია და ყველა განგებარი შექმნილი ხელისუფლება წოდებული რუსული რაზმის მიერ. დღეს გაჩვენებთ ევროპის ერთ ძალიან საინტერესო რუკას, სადაც საქართველო აღნიშნულია რიცხვით 143. იცით ეგ რას ნიშნავს? ჟურნალისტებზე თავდასხმის რაოდენობა 2025 წელს. დაფიქსირებული, გადაღებული, დოკუმენტირებული, აი წყალი რომ არ გაუვა და კითხვას რომ არტოვებს ისეთი. ხომ სულ ვიღაცას ვედრებით. აგერ მეზობელ თურქეთში, რომელიც 10-ჯერ უფრო დიდია ყველანაირად. 2025 წელს ჩვენზე ნაკლები თავდასხმა მომხდარა. უკრაინაში სადაც ჟურნალისტები ტყუის, რაკეტების, დრონების ცეცხლით იღუპებიან 118. გვისწრებს მხოლოდ სერბეთი ევროპაში. დაკვირვების პერიოდში საქართველოს ყველაზე შორს მიმავალი მაგალითი აღმოჩნდა. უკვე შესავალში წერია და ეს ნიშნავს, რომ ასე სწრაფად, ასეთი ნახტომი რუსის უკანალისკენ სხვას არ გამოსვლია. იმ 153 თავდასხმაში, რომელიც საქართველოში აღმოსული 2025-ში, სამიზნე 263 ჟურნალისტი იყო. ამათგან 28% პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების, 25% მთავრობის წარმომადგენლების, თითქმის 19% კი სასამართლოს წარმომადგენლების მიერაა ჩადენილი. დაგპირდით, მოკლედ მოგიყვებით მეთქი, ამიტომ ახლა აღარ ჩაუყვები გვერდნახევარ, სადაც ანგარიში საქართველოს რუსი მმართველების მიერ დამტკიცებულ აბსოლუტურად რუსულ კანონებს ჩამოთვლის. კი არ აღწერს და აანალიზებს, არამედ მხოლოდ ჩამოთვლის და ამას გვერდნახევარი დასჭირდა მართლა. პროჭორულელებს ეს დოკუმენტი წაკითხული რომ მქონდეთ, არადა, უნდა ქონდეთ წესით, რა კი ევროკავშირის პატრონაჟით შედგა, აუცილებლად გამოცივდებოდნენ და იტყოდნენ, ახლა ამ ცილის წამების გამო უჩილებთ ევროკავშირსაც და კვლევის ავტორებსაცო, თუნდაც იმიტომ რომ ანგარიში ყოველგვარი ჭყალების, ფრჩხილების, ეგრეთ წოდებულების ამბობენ რომ ისა და რაღაც მოკიბვის გარეშე პირ არის ნათქვამი რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და სიხშირეების მარეგულირებელი კომისია რეჟიმის მიტაცებული ინსტიტუციებია. აი პირდაპირ ასე წერია, მიტაცებული. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებული მედია, რომელიც ბევრი წელია მართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. ასე წერია. ბოდიშბატ ნოვასიკო თუ ეს ცუდი ამბავი ჩემგან გესმით ახლა პირველად. ანგარიში ნახსენებია მზია ამაღლობელიც, აბა როგორ. უსამართლო დაპატიმრება და უკიდურესად პოლიტიზირებული სასამართლო. ვიცი პროჭორულებნო იტყვით არაო, მაგრამ ასე წერია. 153 თავდასხმა საერთო 1491-დან. და ეგ იცით რას ნიშნავს? რომ ევროპის 36 ქვეყანაში დაფიქსირებული თავდასხმების 10% ერთ პატარა საქართველოში მომხდარა. მე რა ვთქვათ, რომ ერთი ადგილი ჟიმჟიმს სტატისტიკურად ვერ ასახავ. ასახავ და გაიგონებ კიდეც. ჩემო ბატონო ბორია.